უფალი თავის წმინდანებთან სიახლოვისა და მათთვის დახმარების გაწევის ჟამსაც კი განსაკუთრებული საჭიროების გარშე არ ავლენს თავის ძალმოსილებას. ეს ნახეთ რა საინტერესო რამეს ამბობს. თავის წმინდანებთან სიახლოვისა და მათთვის დახმარების გაწევის ჟამსაც კი, როცა უფალი გვეხმარება თან წმინდანს, ანუ იმას, ვინც მისი ნების აღსრულებელია და როცა ეხმარება თავის წმინდანს, განსაკუთრებული საჭიროება თუ არ არის, არ ავლენს ღმერთი თავის ძალმოსილებას, გრძნობად ნიშანს, რომ ხილულად შეიგრძნოს ადამიანმა, რომ ღმერთი მასთან არის. რათა გაწეული დახმარება უსარგებლო და რაიმე ცუდის მიზეზი არ გახდეს. ადამიანი არ მოეშვას, არ მოდუნდეს, თავში არ აუვარდეს. პავლე მოციქულს, რომელსაც ეს ხილული ნიშანი ღმერთის მასთან ყოფობისა ძალიან ხშირად ჰქონდა, სწორედ ეს განსასწრელი ჰქონდა, მუდმივი ავადმყოფობა და სწორედ თავში არ ავარდნოდა, რომ არ გავამპარტამდე, ამიტომ მუდამ ჰქონდა მას პავლე მოციქულს აი ეს განსასწრელი, იმიტომ რომ მასთან ღმერთი ძალიან ხშირად იყო აი ესე გრძნობადად, ხილულად. ამიტომ ეს ყველას არ შეუძლია. და ამას იქს თავის წმინდანებზე მზრუნველობის გამო უფალი, რომ ასე ხილულად არ ავლენს თავის თავს. რითაც აჩვენებს, რომ წამითაც არ წყვეტს მათზე საიდუმლო მზრუნველობას და ყოველთვის აძლევს მათ შესაძლებლობას მათივე ძალების შესაბამისად ღვაწლში და ლოცვაში საკუთარი თავის წარმოჩენისა. ანუ ის რომ ხილულად ღმერთი შენთან არის, გვეუბნება ისააკასური. შენ თუ ქრისტიანი ხარ, მაგრამ მას ხილულად რო ვერ გძნობ და რო ვერ განიცდ იგივე ლოცვის დროს და ასე შემდეგ, ან ზიარების დროს, ან ღვაწლის დროს, ან თითქოს გძნობ, რომ მიტოვებული ხარ ამ სამყაროში, მარტო ხარ, ამას აკეთებს იმიტომ, რომ ამით გეხმარება, რომ შენ მეტად მოტივირებული გახდე ღვაწლისთვის, მეტად მოტივირებული იყო ლოცვაში. გესმის? იმიტომ რომ იცი რომ ღმერთის გარეშე დაიღუპები და მას ხელს ვერ კიდებ და ამიტომ უფრო მეტად და მეტად აქტიურობ, უფრო მეტად და მეტად სიღრმეს აძლევ შენ სიტყვას შემიწყალეს, რომ მეტად და მეტად გჭირდება, იმიტომ რომ მის დახმარებას ვერ გძნობ. ასე გვეხმარება უფალი. ამას ამბობს ისააკასური და ეს ასეც არის, რა თქმა უნდა.